გავხსენოთ ელიფსი და ელიფსის ერთ-ერთ საფოკუსო წერტილში განვათავსოთ ნატურა. ვიცით რომ ელიფსს აქვს ორი საფოკუსო წერტილი. შემდეგ ჩავრთოთ ეს ნატურა და დავაკვირდეთ რა მოხდება. როგორც ხედავთ, ნატურიდან გამოსული ყველა სხივი ერთ წერტილში იყრის თავს და ეს წერტილი არის ელიფსის მეორე საფოკუსო წერტილი და დავაკვირდეთ კიდე ერთ მომენტს, რომ ყველა სხივი ერთდროულად იყრის თავს ამ წერტილში. ესე იგი, ყველა სხივი ერთი და იგივე მანძილს გადის. აქვე გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ, რომ სინათლის სხივს აქვს თვისება, რა კუთხითაც დაეცემა, იმ კუთხით აირეკლება.